საინტერესო და მრავალფეროვანი ზრდის დინამიკა არის წარმოდგენილი Liberty-ის პორტფელში. გასული წლის შედეგების მიხედვით Liberty-ის სხვადასხვა პროდუქტით მომხმარებლის დაუკვირდით თითქმის ყველა სეგმენტმა ისარგებლა და ამავე მონაცემით როგორც ბანკში ჩვენთვის განმარტავენ განსაკუთრებული ნდობა Liberty-ის ერთ-ერთმა გამორჩეულმა პროდუქტმა Top Card-მა მოიპოვა. ეს პროდუქტი უკვე 2 წლის გახდა და მაყურებლისთვის ალბათ საინტერესო იქნება გეგმები სასესხო პროდუქტის განვითარების მიმართულებითაც. Top Card-ი ერთ-ერთი თემაა, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ ჩვენს ეთერში სტუმრად მობრძანებულ Liberty-ის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან. მინდა მადლობა უთხრა, რომ დილას საქმიანად ოღონდ სტუდიაში იწყებს დავით სულუაშვილი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მადლობა მობრძანებისთვის და პირიქით, მადლობა. ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი მასპინძლობა. მადლობა. მოდი სანამ Top Card-ზე გადავალთ. კლიანობაში საკმაოდ აქტიური, დინამიური ჩანდა მთელი გასული წელი Liberty-ის სასესხო მიმართულებები. ჩვენ შევაჩერეთ ძალიან გამრავალფეროვნება, როგორც სეგმენტის, ასევე ათვისების მიმართულებითაც. ზოგადად როგორ შეაფასებდით ამ შედეგებს 2025-ისა და რა ტენდენციები გამოიკვეთა ბაზარზე? მადლობა გიორგი მაკითხვაზე, მშრალი პასუხი მაქვს, მაგრამ აი ესე კონტექსტიდან რო არ ამოვარდე, ოდნა უკან გადავახო, ზუსტად ამ ეთერში ვიყავი 2024 წლის დაახლოებით შუაში, როცა Top Card-ი ვიყიდეთ. და მაშინ თქვით, რომ რითეილი ბანკში ცალკე დირექტორიად გამოიყო და ფოკუს ვაძლიერებდით არასოციალური სარგოს მიმღებ მომხმარებლებზე. და ეს გულისხმობდა თავის თავში როგორც იპოთეკური სასხების ბაზარს, ისე საკრედიტო ბარათებს, განვადებებს, სახელფასო არასახელფასო მომხმარებლებზე ფოკუსირებას და ასე შემდეგ. აი ეს ჩვენი დაახლოებით წელიწადნახევრის წინანდელი ნასაუბრები დღეს რომ გადმოვთაგნო, ეს დაახლოებით რიცხვებში ესე ჩანს, რომ მაშინ თუ სოციალური ტიპის კრედიტები, სოციალურ სარგოზე გამცემული სესხების წილი ჯამურ პორტფელში Liberty Bank-ში, ოღონდ რითეილის მიმართულებით იყო დაახლოებით 45%, დღეს არის სადღაც 25%, თითქმის განახევრდა. ეს რას ნიშნავს, რომ სოციალურ კრედიტებს რა თქმა უნდა გავცემთ, იმიტომ რომ მათი მოთხოვნაა და საჭიროებებს რა თქმა უნდა უკმაყოფილებთ, თუმცა ფოკუსი აბსოლუტურად გადატანილი გვაქვს სხვა რითეილ მომხმარებლებზე. მათ შორის იპოთეკურ სესხებზე, საკრედიტო ბარათზე, Top Card-ზე, რომელიც თქვენთვის სამომხმარებლო სესხებზე და ასე შემდეგ. ეს ახლა 2025 წლის მონაცემებში რო თარგმნოთ და ცოტა რიცხვებით რომ მოვიშველიო, ითარგმნება ესე, რომ 2025 წელს ჯამური საცალო საკრედიტო პორტფელი გაიზარდა 33%-ით. 33%-იანი ზრდა, არ ვიცი, მომხმარებლებისთვის ესე რა თანხაში შეიძლება ითარგმნოს, მაგრამ ესე რომ არ ჩავიდე რიცხვებამდე, აქ არ არის საუბარი რამდენიმე მილიონზე მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენი პორტფელი მილიარდზე გაცილებით ბევრია და რამდენიმე მილიარდს მოიცავს. ეს კიდევ პროდუქტებად რომ ჩავშალო, ძალიან კარგი სტატისტიკური მაჩვენებელი გვაქვს იპოთეკურ სესხებზე, იმიტომ რომ წლიდან წლამდე ერთი კალენდარული წლის ჭრილში 68%-ით გაიზარდა ჩვენი იპოთეკური სესხების პორტფელი. ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებელმა ფოკუსი ჩვენი ბანკისკენ მოატრიალა. ამას რა თქმა უნდა უკან ჩვენი ფოკუსის და სტრატეგიის გასწორებაც უწყობს ხელს, იმიტომ რომ სხვანაირი ფასწარმოქმნა გვაქვს, სხვა საფასო პოლიტიკა გვაქვს ამ პროდუქტზე, სხვანაირი მარკეტინგულ აქტივობებს ვაწარმოებთ, სხვანაირად გავშალეთ მომხმარებლების სეგმენტზე მუშაობა, იმიტომ რომ დაგვემატა პრემიალური მომსახურება სტუდიო, ასევე მას სეგმენტზე გავაძლიერეთ ფოკუსი სტუდიოსთან ერთად და ასე შემდეგ, რო აღარ გავშალო. და ეს 68%-იანი ზრდა საკმაოდ დიდ მილიონიან გადაჭარბებას მოიაზრებს თავის თავში, ვიდრე ჩვენ ქონდა ჩვენ თავში წარმოდგენილი, რომ შეიძლებოდა ეს 2025 წლის ჭრილში ყოფილიყო. ასევე შემიძლია ვთქვა სამომხმარებლო სესხები, რომელიც წლიდან წლამდე 33%-ით გაიზარდა, რაც ასევე ძალიან დიდი მაჩვენებელია. ჩვენ ძირითად შემთხვევაში ვაკრედიტებდით მხოლოდ ჩვენ სახელფასო მომხმარებლებს, თუმცა ვიძახდით, რომ ეს არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც ჩვენთან იღებს ხელფასს და ნებისმიერი დადეკლარირებული შემოსავლის მქონე ადამიანზე, იქნება ეს ჩვენი სახელფასო, სხვა ბანკის სახელფასო, დივიდენდი, იჯარა, გზავნილი თუ ასე შემდეგ, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყო და მარკეტინგული აქტივობებით, სწორი საფასო პოლიტიკით და ასე შემდეგ, ეს ტენდენცია ძალიან შემოტრიალდა ჩვენი ბანკის ასიკეთად. ასევე ძალიან საინტერესო ის, რომ cash-loan-ების ერთ-ერთი მიმართულება არის კიდევ თუნდაც განვადება, სადაც თითქმის ვერ ვიყავით ბაზარზე წარმოდგენილი და ეხა 29%-იანი ზრდა გქონდა წლიდან წლამდე და თითქმის 100-ზე მეტ ობიექტში უკვე ჩვენი განვადების მენეჯერით წარმოდგენილი ვართ, სადაც ადგილზე თქვენივე ნახსენებ Top Card-საც
ძალიან მარტივად ხელმისაწვდომს ხდით მომხმარებლებისთვის, იმიტომ რომ ეს არის უსახელობარათი, შეგვიძლია არის როგორც იუსტიციის სახში, ესე მაგიდის ქვეშთან მივაწოდოთ და პირდაპირ გამოყენება შეძლო. ეს რა თქმა უნდა, ეს განმავლობის მენეჯერების ქსელის გაფართოვება უკვე ტოპკარტსაც ეხმარება, თავად განმავლობასაც და უკვე ძალიან ბევრი არხი გვაქვს, სადაც ხელმისაწვდომი ვივართ მომხმარებლებს. რა ქნა ტოპკარტმა? მეც გადავახვალ ახლა მოდი. ხომ სამორი წლის თავზე მომხმარებლის ქცევა თვითონ როგორ შეცვალა ახლა დასამალი არ უნდა იყოს და რაღაც ტრივიალურ საფის არ ვიტყვი რომ თუ ლიბერტი თავის წარმომადგენელს უკვე თავი რაღაც ადგილზე აგზავნის საიმისეთ რომ თუნდაც იგივე განმავლობის მიმართულებაზე უშუალოდ ეკონტაქტოს პოტენციურ მომხმარებლებს და კლიენტებს ეს ნიშნავს რომ ოთხონა იზრდება. რა შედეგები გაქვს? ტოპკარტზე დღეს ძალიან ვამაყობთ რომ ეს პროდუქტი შევიძინეთ. როცა ვყიდულობთ გაამართლა შეიძლება ითქვას ძალსახად გაამართლა როცა ვყიდულობდით იყო იქ გარკვეული კითხვის ნიშნები იმიტომ რომ ჩვენი ბანკის მომხმარებლების უდიდესი ნაწილი არ არის ლოიალურად განწყობილი ოდნავ რთული პროდუქტების მიმართ და ეს ტოპკარტი რადგან თავის თავში აერთიანებს როგორც განვადებას ისე სხვა ბანკების გაანაწილეს და ასე შემდეგ და ეს არის წინასწარ დამტკიცებული ლიმიტი რომელიც ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაადო და ნებისმიერ რამე იყიდო და გადანაწილდა შესაბამის ვადაზე აი რამოდენიმე პროდუქტის კომბინაცია ვფიქრობთ რომ შეიძლებოდა საფრთხის შემცველი ყოფილიყო და ისე არ გამოიყენებინა თუმცა კარგი რაც მოხდა არის ის რომ ტოპკარტი არის ტოპ პროდუქტი Liberty Bank-ის საცალო პორტფელში, ვისაც ყველაზე მეტი ახალი უნიკალური კლიენტი მოყავს ბანკში. ამიტომ ამ ტოპკარტს არა როგორც პორტფელის მაგენერირებელ პროდუქტს, მიუხედავად იმისა, რომ პორტფელის 15% გაიზარდა, უყურებთ არა როგორც პორტფელის მაგენერირებელ, არამედ როგორც ტრანზაქციული ბიზნესის ერთ-ერთ პროდუქტს, რომელსაც რა თქმა უნდა შემოსავალიც მაქვს ბანკისთვის, მაგრამ დამატებით ბევრი ახალი უნიკალური კლიენტი მოყავს. პორტფელურის და 15% მაინც მოხდა 2015 წელს. 15% შინაარსობრივად რომ შევხედოთ, მაინც ცოტა ამ პროდუქტი, მაინც ბევრია ამ პროდუქტისთვის, იმიტომ რომ თვითონ მომხმარებლის ქცევა ესეთია, რომ იყიდის რაღაცას და იმიტომ რომ მისთვის ეს 0%-იანი იყოს და ვიძახით, რომ ეს პროდუქტი 0%-იანია, თუ თავის დროს დაფარავს. იღებს უკან ფარავს, იმიტომ რომ ჩვენი აქციები არის მუდმივ რეჟიმში, თვეში რამდენიმე მერჩანტთან გვაქვს აქცია, ზოგან ვადებს ვდით, ზოგან кэშბექის აქციებია და ამიტომ მომხმარებლებმა რომ ეს საკრედიტო ბარათის ტოპკარტის ლიმიტი მუდმივად არ ზარდონ და რაღაც ძალიან დიდ რიცხვებზე არ აიყვანონ, გამოყენებიდან ერთ თვეში, ორ თვეში, სამ თვეში უკან ფარავენ, რომ შემდეგი თვეების აქციებში ისე ვისარგებლონ გამოიყენონ. ამიტომ ამორტიზაცია ძალიან დიდი აქვს, თუმცა ბანკისთვის შემოსავლიანია და მომხმარებელი რომელიც ჩვენ ბანკში მოვა და ტოპკარტს გამოიყენებს, ძირითად შემთხვევაში არა უქმებს, იტოვებს და მუდმივად ბანკინგობს ამ პროდუქტით. ამიტომ ძალიან კარგი პროდუქტია მომხმარებლისთვისაც გამოყენების კუთხით და რა თქმა უნდა ბანკისთვისაც, იმიტომ რომ კარგი დინამიკა ტოპკარტის ამთვისებლებისთვის სხვა დამატებითი პროდუქტების შეძენის კუთხითაც. ტოპკარტზე თუ მიეჩვია გამოყენებას უკვე Liberty Bank-ის მიმართ დამატებითი ლოიალობა უჩნდება და სხვა პროდუქტებსაც იწევს. თქვენ კოლეგებთან საუბრისასაც და ისეც მიწი აღნიშნა რომ ბოლო წლებში Liberty შეძლო ერთგვარად დოგმა დაენგრია თავის გარშემო რომ არის მხოლოდ პენსიების და ხანდაზმული ადამიანების ეს გახდა უნივერსალური ფინანსური ინსტიტუტი რომელიც მრავალფეროვან სხვადასხვა პროდუქტებს სთავაზობს. აქ ერთის მხრივ არის მე მაინტერესებს ორი დეტალი თქვენი ყოფნიდან გამომდინარე. რა როლი აქვს სასესხო პროდუქტებს? ანუ ამ შემთხვევაში არის საუბარი Liberty-ს ამ მრავალფეროვან პორტფელში, რომელიც ჩვენ ნახეთ და მეორეს რომ საგაზაფხულო პერიოდი გვიახლოვდება. კალენდარულად მაინც ამინდი შეიძლება ვერ აკვეს კიდევ ცოტა ხანი და ეს კიდევ ტრადიცია არის რომ თქვენგან მომდინარეობს სხვადასხვა სიახლეები და შეთავაზებები. კი ბატონო. დავიწყებ სიახლეებით. დიახ. წინა წელსაც 2025 წელსაც მარკეტინგული აქტივობებისთვის და შეთავაზებებისთვის ეს გაზაფხული კარგი პერიოდია. მარტი-აპრილი წელსაც ესე ვაპირებთ უბრალოდ მარკეტინგული აქტივობებისთვის უკან ძირითადად ვამზადებთ ხოლმე სწორ შეთავაზებებს. მაგალითად, რადგან ტოპკარტზე ვსაუბრობდით, ტოპკარტით გავაგზავნებ და შემდეგ გადავასწავლ პროდუქტებზე. ტოპკარტი რადგან 2 წელი გახდა, ეს შეიძლება მომხმარებლებისთვის ბევრს არაფერს არ ნიშნავს, თუმცა ჩვენთვის ძალიან ღირებულია და ამიტომ ბევრი სააქციო შეთავაზება გვექნება 1 მარტიდან 31
31 მარტის ჩათვლით და შემდეგ უკვე აპრილშიც გაგრძელდება. იქნება ეს Zoom-ერი, Elite Electronics-ი, იქნება ეს ICT, Dress-up-ი, თუ ასე შემდეგ ახლა არ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ ვიღაცა მერჩანტი შეიძლება ჩვენი პარტნიორი გამოგჩეს და განაწყენებული დაგვრჩეს. თუმცა მომხმარებლები რომ შევიდნენ ჩვენ საიტზე Topcar.gr და ადევნონ თვალი რა შეთავაზებები გვაქვს, დარწმუნებული ვარო გაკურებულები დარჩებიან, იმიტომ რომ ამ 3 მარტი, 8 მარტი, 1 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით აქტიურად ვემზადებოდით ამ პერიოდში აქტიურად ვემზადებოდით და უამრავ კომპანიასთან გვაქვს როგორც cashback-ის დაბრუნება, ასევე ზოგან საკმაოდ გრძელ ვადებზე გადანაწილება, ამიტომ აი ამ აქციებს თვალი ადევნონ ჩვენს ვებგვერდზე და ყურადღებით იყვნენ, სადღაც მათთვის საინტერესო შეთავაზებას მაინც ნახავენ, დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, სამომხმარებლო სესხების მიმართულებით, ერთ-ერთი ზრდა, რაც გამოიწვია, ეს არის ჩვენი ავტომატიზაციის რეიტის ზრდა, ანუ საკმაოდ ავსწრავდით გადაწყვეტილებების მიღებაში. ამას უკან დაუმატეთ სხვადასხვა შემოსავლის მიმღებ წყაროთათვის ავტომატური დაკრედიტება. მაგალითად, გზავნილების მიმღებზე საკრედიტო ბიუროდან ავტომატურად ვქაჩავთ შემოსავლებს და აღარ გვიწევს რომ მომხმარებელი გაუშვათ და სხვა ბანკიდან გზავნილების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტები ატარონ და ასე შემდეგ. კიდევ ერთ წინასწარ დამტკიცებული სამომხმარებლო სესხების ლიმიტების ლოგიკა შევცვალეთ და დაახლოებით 6-ჯერ ვზრდით წინასწარ დამტკიცებული სესხების მოცულობას და მარტში როგორც კი გავეშვებით ამ მარკეტინგული აქციით მომხმარებლების 6-ჯერ მეტ რაოდენობას მობაილ ბანკში ხელმისაწვდომი გაუხდება უკვე წინასწარ დამტკიცებული ლიმიტები, გადახედილი საფასო პოლიტიკით, კიდევ ერთხელ ვიძახი რომ კონკურენტული ვიყოთ, ამიტომ სამომხმარებლო სესხზე შეთავაზება ყველაზე კარგი მომხმარებლისთვის არის თუ ფასი ნორმალურია, თუ სწრაფად იღებს, დროში არ ჩქარობს, ფილიერში მისვლა არ უწევს, დისტანციურად იღებს და ასე შემდეგ. დამატებით მარტის ბოლოს დავაანონსებთ რომ დაგვეწევა ვებგვერდი Liberty Credit-ი რაც გვაქვს, იქ ხელმისაწვდომი გახდება უკვე ასევე სასახო განაცხადის შევსება, არა ლიდის დატოვება, არამედ იმავე ვებგვერდზე სესხის აღების შესაძლებლობა, როგორც სხვა ბანკებს ეს დიდ სისტემურ ბანკებს ეს უკვე აქვს, მაგალითად, პირობითად ავიღოთ TBC. ეს რა არის? სასახო პროდუქტების ჩამონათვალია, დავით? არა, ჩამონათვალი არა, landing page-ი, სადაც შედიხარ განაცხადს ავსებს და ვიღაცას mobile bank-ის გამოყენება არ უნდა და ურჩევნია რომ საიტზე შევიდეს და აიღოს ვიღაც ინტერნეტ ბანკი ასე შემდეგ. აქ მხოლოდ ლიდის დატოვების ფუნქციონალი ქონდა, მარტის ბოლოს უკვე აქაც დაგვეწევა და იქაც შეძლებენ აღებას, ანუ არხებს საიდანაც შეუძლიათ მომხმარებლებმა რომ მიიღონ ეს სესხები, ამას ვშლით, კიდევ უფრო ვაფართოვებთ და წესით და რიგით დროში ავსწრავდით, ფასები გავაუმჯობესეთ, კონკურენტულები გავხდით, გავიზარდეთ, ასე შემდეგ და პროექტები მონიშნეთ კიდევ სამომავლოდ, რაიმე დავით თქვენი მიმართულები? კი, რა თქმა უნდა. პროექტები მუდმივად გვაქვს, თავარია რომ შევძლოთ ამდენი რაღაცის დეველოპმენტი და გატარება. პროექტები ძალიან ბევრი გვაქვს, იმიტომ რომ ეს დაახლოებით კიდევ თითქმის 20%-ამდე რაღაცების გაუმჯობესება კიდევ შეგვიძლია რომ სრულყოფილ დიდი approval rate-ი კონდეს, ავტომატიზაციის ძალიან მაღალი მაჩვენებელი, მხოლოდ კი და არა კი არ იყოს. იმ არას უკან ზოგჯერ დგას რაღაცა, რომელიც საჭიროებს მანუალური განხილვის შემთხვევაში სესხე დადებითი გადაწყვეტილებისკენ წაგიყვანს. ამიტომ ეს მხოლოდ კი და არა კი არ გვინდა. არა არ იყოს ისე, თუ არ ვიცით რომ ნამდვილად კი შეიძლება გახდეს. ამიტომ ამ რაღაცებს სადღაც 20% გაუმჯობესება კიდე შეგვიძლია და მთელი წელი წინ არის. კარგი ის არის რომ 2025 წლის ბოლოს რაც თქვით რომ 26 ესე დაიწყება, იმის პროგნოზშიც კი ავწდით და უკეთესად მიდის უკვე. პოზიტივში ავწდით. პოზიტივში ავწდით. უკეთესად დაიწყო მიუხედავად იმისა რომ იანვარი-თებერვალი ბაზარზე აქტიური პერიოდი არ არის. მაინც ავწდით და ეს პოზიტიური დინამიკა 2025 წელს რაც იყო 26-ში გრძელდება და დარწმუნებული ვარ ძალიან კაი წელი გამოგვივა. დავით სულოვაშვილი, ქალბატონებო და ბატონებო, წარმატებები Mazda Liberty-ის გუნდს. დავით Liberty-ის სასესხო პროდუქტების დეპარტამენტის ხელმძღვანელია და მას მადლობა მინდა გადაუხადოს სტუმრობისთვის და წარმატებები უსურვო Liberty გუნდს საქართველოში.